ჩემს საკლასო ოთახში თანასწორად ვუდგები ხოლმე მოსწავლეებს. შეიძლება ჩემს გულში უფრო დიდ სიხარულს იწვევდეს ხოლმე რაღაც მოვლენები, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ზომიერი ვიყო შექებაშიც, ნებისმიერი მოსწავლის და ეს შექებებიც დავაბალანსო, იმიტომ რომ არ არსებობს რომ ვინმე არ აღმოჩნდეს შექება, ეს ასე ვთქვათ, არ მივუძღვნა შექება და არ მივუძღვნა რაღაც კომენტარი იქნება თუ რაღაც მნიშვნელოვანი ადამიანს. ამაზე მე მგონი აღარცა უკვე საჭირო საუბარი რომელიმე ადამიანი გამოვყო, ყოველს კლასს წინაშე ვთქვა რომ ნახეთ როგორ კარგად მუშაობს და აი მსგავსად იმუშავოთ, რა თქმა უნდა ამებს ახლა არ ვაკეთებთ და ეს იმიტომ ახსენე რომ ხშირად მასწავლებლები შეიძლება მშობლებიც ვერ ხვდებიან რომ რა შეიძლება გახდეს, ხო? თუ კი შევადარებთ რამდენიმეჯერმე ჩვენ შვილს სხვა ბავშვებს ეს შეიძლება რომ ერთი რო პრობლემა და რაღაც თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს და რაღაც განვითარებაშიც აისახოს ბავშვის, მაგრამ მეორეა რომ შეიძლება უფრო ნეგატიური ემოციები გაჩერდეს ბავშვში და მე რაღაც სხვანაირად გამოავლინოს ამ ბავშვს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ შექებაშიც, მიუხედავად იმისა რომ ჩემ გულში დიდი სიხარულებია, რაღაც ზომიერება შევინარჩუნო ხოლმე და რაღაც დავალებაზე და ამაზე ვიყო ხოლმე ორიენტირებული.